ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მე მას მივესალმები საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ ნიკა, თავდაპირველად გითხავთ ზოგადი სურათის შესახებ, თქვენი აზრით სად იდგმევა სწორი ნაბიჯები და სად გაქვთ შენიშვნები როგორც ოპოზიციის წარმომადგენელსა და ერთ-ერთ ლიდერს. მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ნაბიჯებს. მოგესალმებით, ვახო, ვცდილობთ, რომ არ ვიყოთ კრიტიკულები, ვცდილობთ, მაგრამ არ გამოგვდის. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აიხაც უბრალოდ ვერ მოვასწარი აი ამ პირობადის შეძენა და რომელიც გაყიდვაში ჩაეშვა. წარმოუდგენელი არ დავიჯერე, ამდენად უხარისხო პირბადე. მთელი სოციალური ქსელი ეხლა არის ვახო გადაჭრელებული. როგორ არ ვიყო კრიტიკული, ხო ჩვენივე ფულით შეკერილი. ხო არ გონიათ რომ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფულით შეგვიკერა, ხო ჩვენივე ფულით. უბრალოდ ლარიდან სუბსიდირებული პირბადე, რომელიც ლარი და 50 თეთრი დაუჯდა სახელმწიფოს ბიუჯეტს, ანუ ჩვენი ფული, ეხლა 50 თეთრად რო ყიდიან, ხო? დღეს რო ჩაეშვა. აი თავმოყარი ადამიანი, აი ადამის მოდგმის ნაშიერი, აი მოსიარულე არ ვიცი ადამიანი უბრალოდ არ იკადრებს ამ პირბადის გაკეთებას. ეს არის სამარცხვინო, აი გექნება თქვენ ალბათ შესაძლებლობა და ნახავთ პირადადაც. სამ ადამიანთა გადავამოწმე, ვახო, სამ ადამიანთა სანამ ამას ვიტყოდი და სოციალურ ქსელში ეხა სანამ აი თან გისმენდი და თავ ათვალებდი და არ ვჯეროდა. თმები მართა რომ მქონდეს ხალხზე დამიდგებოდა გულახდილად. წარმოუდგენელი რამ არის, ხო? პირბადე ვერ შემოიტანა ქვეყანაში მილიარდებმა ხელისუფლებამ, კაცო უკვე თვენახევარია პრაქტიკულად. პირბადე, ელემენტარული პირბადე, რომელიც 10 თეთრი ღირდა კრიზისამდე. გასაგებია მე გაძვირდა 10 თეთრი ღირდა. პირბადე არ იყიდება აფთიაქში, რაზეა საუბარი? და ეს აღარ არის საგანგაშო, ეს არის ის კრიტიკა, რომელიც უნდა იყოს გაგონილი ხელისუფლების მიერ აუცილებლად, იმიტომ რომ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება ასეთასობით საქართველოს მოქალაქეს. სანამ ჩაუშვებდნენ ამ პირბადეებს გაყიდვაში, მანამდე შეემოწმებიათ 20 წუთით გაეკეთებიათ ეს პირბადე და მერე ჩაეშვათ გაყიდვაში. სირცხვილია, მართლა ამას ხო ეხა ნახავს საერთაშორისო საზოგადოება მედიაშიც მოხდება ეს ფოტოსურათები და ამბავიც იქნება მათ მიერ გაგებული, ხო? და მე იმად რა შეაინტერესებს, აქ ვინ არის ხელისუფლების მხარდაჭერი, ვინ არის ოპოზიციის მხარდაჭერი ასე შემდეგ, ხო? ქვეყნის პრესტიჟია ელემენტარულად, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დაანონსებული პირბადე ვერ შეკერეს. რა გითხრათ რა უბრალოდ აი თქვენ ბატონ ნიკა თქვენ ახსენეთ მილიარდერის ხელისუფლებაო ამ ადამიანმა 100 მილიონი ჩარიცხა ფონდში ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ კი ბატონო ამაზე ჩემს პოზიციას მოგახსენებთ ვახო იმას რასაც ვფიქრობ არც მეტი და არც ნაკლები ჩემი შეფასებით ეს არის ცინიზმი. და რატომ არის ცინიზმი? ცინიზმია დიახაც, იმიტომ რომ ადამიანმა ეხლა წარმოვიდგინეთ, არაერთხელ მithქვამს ეს და მე მგონი არ ვარ ეხლა უბრალოდ ორიგინალური, ხო, 8 წლის განმავლობაში უამრავი ფაქტები დამისახელებია და დაგვისახელებია და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და წარმომადგენლებს, ხო? ეხლა მარტო საყდრისის აფეთქებიდან დაახლოებით 2 მილიარდ უკანონო აფეთქებიდან, ხო? კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აფეთქებით 2 მილიარდის ოქრო და სპილენძი აქვს დღემდე გატანილი. ეს ერთი და მეორე მაგალითს მოვიყვან. დაახლოებით 25 ადამიანი, ცოცხალი ადამიანი, რომელთა ნაწილი ციხეში ზის დღეს, მეწარმე ან ინდი მეწარმე, ხო? ნაწილი გამოვიდა. ხელს ადევს ოთარ ფარცხალაძეს ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელს 700 მილიონიანი თაღლითური სქემაში მონაწილეობის ავტორს ხელს ადევს 700 მილიონია მოპარული. ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემის აზრით იშოვა მილიარდები ჩვენი ძარცვით და ვერანაირად ვერ ჩაუთვლი მას მე ხელმოქმედებაში 31 მილიონი დოლარი. 31 მილიონი დოლარი და ჩემის რმარწმენით ეს რა თქმა უნდა ესეც სიმწრით გადმოგდებულია 80 მილიონსაც უბრალოდ ვეღარ გაბედა იგივე რიცხვს ვარ გაიმეორებდა ხო 80 მილიონი გახსოვთ ჩარიცხა და უკან წაიღო არა ხო არაფერს ახალს არ ვამბობ და
Ქველმოქმედება, იცით რა არის? ქველმოქმედება ჩემის აზრით არის ის, რაც გააკეთა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა, Twitter-ის სოციალური ქსელის დამფუძნებელმა, რომელმაც მისი ქონების 27% ჩარიცხა შესაბამის ფონდში. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონების და ჩვენით გამდიდრებული ბოლო წლებში განსაკუთრებით 0.6% ჩარიცხა. საკუთარი ქონების დიახაც არც მეტი არც ნაკლები 0.6. ანუ თქვენს ვახო მე დააწუნებული როგორ ვაკადრებ ახლა ჩემთან ვკითხოთ ახლა ბოლოს ვიც რამდენი დაეხმარეთ. აი ძალიან ბევრი მაყურებელი რომელიც ჩვენ ახლა გვიყურებს მისი შემოსავლების პროპორციულობის გათვალისწინებით გაცილებით მეც ეხმარება მის გარშემო გაჭირებულ და ყოველთვის ხოს ასეთი ნათესავი მეზობელი კლასელი პარალელური კლასელი ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა ეს იკადრა. ესე იგი 2000 ლარი რო გაქვს შემოსავალი 12 ლარით რო დაეხმარო ხო? აი ის პროპორცია გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ამას ქველმოქმედებას. მაგრამ ბატონიკა ეს მესმის თქვენ რასაც ამბობთ როგორც თქვენს ოპონენტზე ისე ლაპარაკობთ ახლა მაგრამ ის რომ 100 მილიონი ჩარიცხა და ქვეყანაში არის ადამიანი რომელსაც შეუძლია ეს თანხა გაიღოს ჩვენ არ ვიცით მომავალში ის კიდევ რამდენს დახარჯავს ყოველ შემთხვევაში მოსახლეობას ალბათ ამ მიმართულებით რაღაც მადლიერების გრძნობაზე არ ვლაპარაკობ უბრალოდ ეს სასიამოვნო იქნებოდა მაინც ყველა შემთხვევაში მოსახლეობისთვის და თუ კი ქვეყანას დასჭირდა შეიძლება მან კიდევ გაიღოს ჩვენ არ ვიცით რა აქვს გეგმაში მაგრამ ყოველ შემთხვევაში 100 მილიონი არ არის ცოტა ქვეყნის მასშტაბით დიახაც არ არის 700 მილიონი ცოტა ქვეყნის მასშტაბით რომელსაც ფარცხალაძე იპარავს და რომლის წინააღმდეგზე გამოძიებას ვახო თავად აწარმოებენ მაგრამ ფარცხალაძე ხელშეუხებელია მართლა არ არის ცოტა 700 მილიონი მართლა არ არის ცოტა 2 მილიარდი ლარი რომლის ექსპორტირება ოქროსი და იმის სპილენძის სახით მოხდა ექსპორტირება საყდრის აფეთქების შემდეგ და აღარ ვამბობ იქ რკინიგზაში რა წილი აქვს მის მამიდაშვილს ულჩამამაცაშვილდაში ამის რომ მოვა და მაპატიეთ და მე ჩემ მოსაზრებას ვამბობ მე ხო არ მოვიტყვილები ვერანაირად ვერ ჩაეთვლება ამ ადამიანს ქველმოქმედებაში იშოვა მოიპარა 2 მილიარდი და 31 მილიონი დოლარი ძალდატანებით ჩარიცხა იმაში რაღაცა ფონდში ხელისუფალმა რომელმაც პირბადე რითიც დავიწყე იმას გავაგზავნე პირბადე ვერ შემოვიდა ეკიპირება არ არის ექიმებისთვის ხახო აფთიაქებში ეკიპირება არ არის ანტიკრიზისული გეგმა ვერ დაიდო ამდენი ხანია სოციალური ინტერვენცია ვერ მოხდა უბრალოდ ვერ მოხდა 200 კილოვატ-საათამდე დაუფინანსებო ძვლის ამოღირღა ხელისუფლებამ და კანონის დონეზე ეცვლება შეტე არც კი არის მიღებული შესაბამისი ცვლილებები არ არის აი ეს სიტყვაზე თქვის ვახო არ არის კანონში ცვლილებები განხორციელებული 201 კილოვატ-საათს ვინც ხარჯავს ის მდიდარია ან 202 კილოვატ-საათს ვინც ხარჯავს ამას უაკეთებენ რა უნდა გააკეთებიათ იცით უნდა გააკეთებიათ ყველასთვის 200 კილოვატ-საათი დაეფინანსებიათ მაგალითად ხო და ახლა 300 დაწვამ და 200-ის დაფინანსება ხელისუფლებას ექნებოდა თავის თავზე აღებული და 100 გადაიხდიდა ეს გაჭირებული 800.000 თვის დასაქმებული დარჩა გარეთ ვახო მარტო 50.000 ადამიანი თქვენ აშუქებთ არაჩვეულებრივად აგრარულ ბაზრებში დასაქმებული ადამიანები სახლებში არიან და ნაწილი მათგანი ალბათ ახლა თქვენ გადაცემას უყურებს 800.000 თვით დასაქმებული სახლში ზის და საკუთარ თავს ებრძვის ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს ფსიქიკაზე და ემოციურად ძალიან რთულია ბატონიკა აი უმუშევრობის მიმართულებით დარჩები მესმის რასაც ამბობთ საქართველოს რომელიც არის ღარიბი ქვეყანა და ეს ძალიან მძიმე დააწვება ეს ყველას გვესმის ხელისუფლებას ოპოზიციას ჟურნალისტებს ეს ყველას გვესმის აქ ლაპარაკია გამოსავალი როგორ შეიძლება მოიძებნოს მე თქვენგან ასევე მაინტერესებს წინადადებები უმუშევრობის ნაწილში მოდი დავიწყოთ ამაზე საუბრით რა ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას ერთი მხრივ კორონავირუსი ემუქრება ყველას და მეორე მხრივ ეკონომიკა არ უნდა გაჩერდეს ადამიანებმა რაღაცნაირად საარსებო საშუალება უნდა გამონახონ როგორ შეიძლება ამის გაკეთება თქვენი აზრით დიახ სანამ ამას ვიტყვი დიახაც რა თქმა უნდა ზომები ნაციონალურ მოძრაობამ ხარი დაუჭირა ხელისუფლებას იქ სადაც საჭირო იყო ხარის დაჭერა და არაპოპულარულ ნაბიჯებშიც ხარი დაუჭირა მათ შორის ეროვნულ ბანკსაც
ჩვენ ხარს უჭერდით, რომ მას განეხორციელებია ინტერვენცია და დიდი ნაწილი ხარს არ უჭერდა. მათ შორის ყველა სახის შეკრება რომ შეზღუდულიყო, ამასაც უჭერდით ხარს და ვეუბნებოდით გახარიას მთავრობას, რომ იყავი თამამი და მამაცი და მუშაკეშინდება ნურცეთი გავლენიანი ინსტიტუტის. და აჯარებებენ ახლა ცოლ-ქმარს გვერდიგვერდ სხედან მამაშვილი რომელიც მაღაზიაში გადადის და რაღაცა 40 სანტიმეტრი დისტანცია ვერ დაიცვეს და როგორ არ ვქო ვახო და მე გუპასუხებ თქვენ კითხვას ახლა ახალქალაქის ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარე გუშინ გაავრცელა სოციალურ ქსელში სიამაყით როგორ წვამდა წვაც 7 მის თანამდებობთან ერთად და 7 ადამიანის ჩახუტებული და შამფურებით ხელში სამწოდესთან ერთად ერთ საათში ეს ფოტოები წაშალა მან საკუთარი სოციალური ასე ვთქვათ ქსელის Facebook გვერდიდან. მაგრამ რიტორიკულად დავსვათ თქვენს ეთერში კითხვაზე, ვინმე დააჯარიმა ის 7 ქართული ოცნების წარმომადგენელი? თუ კანონია, ხო ყველასთვის კანონი უნდა იყოს. რაც შეეხება, ვახო, რა უნდა გაკეთდეს ამ ეტაპზე? ჩვენ ბევრჯერ ვთქვით და შეიძლება მომაბეზრებლობადაც ბევრჯერ ვთქვით ძალიან, ვინაიდან ოპოზიციაში ვართ და ხელ არ გვეწიფება, ხო, გარდა ჩემებისა და რეკომენდაციებისა, ხელისუფლებისადმი რანაირად უნდა გამოვიდეთ და რანაირად უნდა ვიაქტიუროთ. ხო, რაც შეგვიძლია ვაკეთეთ, ყველა ოპოზიციური პარტია ჩვენ ხელთ არსებულ რესურსებს ვიყენებთ, პირბადე იქნება, ზაფხნარი იქნება თუ ჩვენი ინიციატივა, რომელიც გააჟღერა მიხეილ სააკაშვილმა ავიაკომპანია, უკრაინული ავიაკომპანიის მიერ ბევრი ემიგრანტის ჩამოსაყვანად ზურგშექცეული იქნა ხელისუფლების მხრიდან ამაოდ და ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ეს ხელისუფლებას და ასევე პირველივად ღირავებ საუბრობთ რომ აუცილებელი არის ყველა ოჯახს ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ვაუჩერი რომ მედიკამენტები იყიდოს ამისათვის საჭიროა 77 მილიონი ლარი 77 მილიონი ლარი არ არის დიდი ფული ვახო ჩვენ ვამბობთ რომ მნიშვნელოვანი არის რომ პენსიონერებს ჰქონდეს დამატებითი შემოსავალი, რომ იყიდოს ეხლა მედიკამენტი, კომუნალური ვაუჩერი, ჩვენ ვამბობთ რომ ყველას უნდა ჰქონდეს 4 თვის განმავლობაში, მომდენო 4 თვის განმავლობაში მინიმუმ 100 ლარი, ხო? და ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს. აი დახმარება ეს იქნებოდა, ვახო, ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს, იმიტომ რომ ამ რეალობისაში ვდგავართ. ყველა გაჭირვებულ სოციალურად უმწეო ოჯახს უნდა ჰქონდეს 1000 ლარიანი ვაუჩერი 40000 ქულაზე მაღალი ქულა ვისაც აქვს ყველას უნდა ჩაერიცხოს მაგრამ ბატონიკა ეს ასეთი მიმართულება შეიძლება ბევრი იყოს და ეს ბიუჯეტს აცლება ყველაფერი და ბიუჯეტში ფული უნდა შევიდეს ამ დროს ბიზნესი სრულფასოვნად ვერ მუშაობს აი ამაზეა ლაპარაკი რომ ეს ფული საიდანღაც უნდა მოვიდეს გესახვევით აი საიდანაც უნდა მოვიდეს მიუთითეთ ჩვენ და თქვენს ეთერში სიამოვნებით ასევე გავიმეორებ როდესაც საუბრობ კომუნალურ ვაუჩერებზე ხომ არ გონია რომ ასობით მილიონი ჯდება ეს არა ეს არის უბრალოდ კერა რო ჩავაქროთ და ადამიანს გული რო არ წაუვიდეს შიმშილი და რო არ გაიყინოს ჯერ კიდევ ცივა პრაქტიკულად ზამთარია ამინდის ტემპერატურის თვალსაზრისით ხო სადღაც მოთოვა ტაბახველაში თოვდა დღეს მაგალითად ხო დღეს თოვდა ზუსტად ვიცი ტაბახველაში ამიტომ 23 მილიონი ლარია ვახო კომუნალური ვაუჩერები რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ 77 მილიონი ლარია მედიკამენტების ვაუჩერები ჯამში ეს არის 100 მილიონი უამრავი ხარჯი რომელსაც წევდა სახელმწიფო აღარ წევს იმიტომ რომ არაფერი აღარ მუშაობს დაკეტილია ხო ელემენტარულად მეტროა დაკეტილი იზოგება ხო ელექტროენერგია სამივლინებო ხარჯი საზღვარგარეთ მაღალი თანამდებობის პირებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის 100 მილიონი იყო მათთვის გათვალისწინებული კონკრეტულ ერთ მუხში ხო 100 მილიონი ხო თანხმდებით რომ ვერავინ ვერ გაფრინდება ვერც მოფრინდება რისთვის არის ის 100 მილიონი ლარი არაფერთვის ხო უნდა გადამოათამაშო და მაპატიეთ ეხა ახლა უჭირს ხალხს რომელიც სახში დაჭა 800000 ადამიანი განსაკუთრებით თვითდასაქმებული თორე ეხა ხვალდაზე ამ ადამიანს სული თუ გაძრო რა თქმა უნდა თუ გინდა 500 ლარი მიეცი თუ გინდა 600 ლარი მიეცი და დიახაც ორი სიტყვით მინდა უპასუხისგებლობა არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქვა ნებისმიერი ადამიანის
თვის, ვინც მზად არის, რომ ემიგრანტები ჩამოყვანაში ხელი შეგიწყოს და შეგეხიდოს, ხო, კონკრეტული თანხითაც მათ შორის. კარგი, კი ბატონო, მე არ ჩამომაყვანიებ, ითქვა, რომ გააფორმე იმ კონკრეტულ ავიაკომპანიასთან და ჩაგირიცხავთ თანხას იმდეს, რამდენიც საჭირო არის რეისებისთვის. 6 ადამიანი, 6 საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა სამწუხაროდ უკვე საზღვარგარეთ, ხო? ბატონიკა, აი ეს საკითხი რომ არ გახდეს, აი ემიგრანტებთან დაკავშირებით რომ არ გახდეს, თქვათ, მუდმივად ასე არ გაიწელოს. თუ კი რაღაც თანხა არსებობს, ხედავთ რომ რაღაც შეთანხმება ამაზე ვერ ხდება. თუ კი ეს თანხა არსებობს, აი როგორც მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა აიღო და ჩარიცხა და მთავრობა განკარგავს მე ამას როგორ დახარჯოს, ასევე თუ კი ფული სადღაც არსებობს, ჩაირიცხოს ესეც ფონდში და მიხედოს მთავრობამ, რატო არ შეიძლება ამის გაკეთება? კი. არა, ჩვენ თქვენს აკვირდებით ალბათ და არა მარტო თქვენ არაერთი საქველმოქმედო აქცია ჩაგვიტარებია და დღემდე გრძელდება, დღესაც ხვალვაძეგაც გაგრძელდება, ხო, რომელიც ეხება ძირითადად პირველადი სამედიცინო საჭიროების მიტანას პირადად ოჯახებში, განსაკუთრებით ხანში შესული ადამიანებისთვის. ანუ ამ ხარჯს წევს ყველა ეს ოპოზიციური პარტია, ვისაც საშუალება აქვს. რაც შეეხება რეისებს, კაფიოთ ითქვა, რომ ავიაკომპანიასთან გაფორმდეს ხელშეკრულება, შეთანხმდნენ, ეს არის ზაღლობით 9 საათის საქმე, ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ და პრობლემა არ არის ამ სქემითაც მივდივართ და ამ დათმობაზეც წავედით. თუმცა ნამდვილად გაუგებარი არის, ხან თქვენს რომ იცით რა, არ გჭირდება ეს ამ ფრენების განხორციელება, მე ბატონი გახარია გამოვიდა და ვინ უშლით ხელსო ჩამოფრინდნენო, სულ 9 საათის საქმეა და საავიაციო ხელისუფლებას უნდა ესაუბრონო. თვითონ არაფრის შუაში არ იყვნენ, არადა განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის დროს ცენტრალური ხელისუფლების ნება არის აუცილებელი. ამიტომ ამას ხედავს ყველა. მეც კი მერიდება უკვე ამაზე ბევრი საუბარი, ეხა არ ვიცი, ეხა დამაკეთებიე სიკეთე და გულზე ჯიღი ვიტყა თან და თან ვეჭხუბო და თან ვაკრიტიკო, რატო არ მაკეთებია, ესეც ხომ უცნაურად გამოიყურება. ამიტომ მათ სინდისზე იყოს უბრალოდ ამ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ჩამოყვანა, ეს ადამიანები მოგონილი ადამიანები არ არის, რაღაცა ეფემერულ ხალხზე არ საუბრობთ, ხო, ეს ადამიანები ათენები და აღამები ნაწილი მათგანი აეროპორტებში, ყველა ემიგრანტი კი არ არის, ვახო, ხო, ვიღაცა უბრალოდ სხვადასხვა საქმეზე იყო საზოგადოებრივ წასული და ჩარჩა და ცხოვრების სტანდარტი ძალიან ძვირია იქ და აქაური ოჯახები ისედაც უსამსახურო დარჩენენ, ვეღარ არჩენენ იქ ოჯახებს, ამიტომ უნდა ჩამოიყვანონ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის და საგანგაშო რომ ჯანმრთელობა უარესდება ბევრს იქ. განა ახლა მართა არ კმარა ამ ამბავის გააზრება, როდესაც 6 საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა საზოგადოებრივ, იმიტომ რომ იქაური სამედიცინო სისტემები არის პრაქტიკულად ჩამონგრეული, იმიტომ რომ პიკმა მიაღწია ბევრ ქვეყანაში. მე იმედი მაქვს, რომ როდესაც ახლა კაცმომდგარი არის უკვე პიკი ამ ეპიდემიის, ჩვენ არ გვექნება ამდენად მძიმე ვითარება ქვეყანაში, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ ვერ იძლევა. მე არასოდეს არ ყოფილვარ ამ ხელისუფლებაზე მაღალი წარმოდგენის, მაშინ როდესაც კრიზისი არ იყო, მით უმეტ მაშინ და ახლა მით უფრო როდესაც საგანგებო მდგომარეობა და ფორს-მაჟორია, ბუნებრივია ვერ შეიძლებოდა ჩემი წარმოდგენა ხელისუფლებაზე და ელემენტარული შესაძლებლობებით რო ვერ უზრუნველყო სახელმწიფო დაახლოებით თვენახევარია, მე ვფიქრობ ეს სასიკეთოდ არ მეტყველებს ამ ხელისუფლების თუმცა აი ბოლოს დაწყებული და გაგრძელებული პირბადეებით. მაგრამ ბოლოს კითხავთ ვიდრე დავასრულებთ, აი რაც შეეხება შედეგს, რაც ამ წუთისთვის გვაქვს, თავად ეპიდემიოლოგების განცხადებებით ჩვენ მოვისმინეთ და ისინი ამბობენ, რომ აი მაგალითად ბატონმა თენგისცერცვაძემ თქვა, რომ ხელისუფლების სწორი და გამართული მუშაობის შედეგია ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ 3 გარდაცვლილი ყავს დღეს საქართველოს. ანუ მენეჯმენტის კუთხით მე მესმის რა ხარვეზებზეც თქვენ ახლა ლაპარაკობთ, მაგრამ საერთო ჯამში ფიქრობთ თუ არა, რომ ხელისუფლებას მაინც ჰქონდა წარმატებები აი ამ გზაზე, რაც ახლა ჩვენ გავიარეთ და მან მოახერხა რაღაც საკითხების ოპერატიულად და სწორად გადაჭრა.
ჩვენ გულშემატკივრობთ ვახო ამ ნაწილში და საჯაროთაც ხარდაჭერა აღვუქვით. გულშემატკივრობთ იმ ელემენტარული ყველაფერს თავი დავანებოთ მიზეზიდან გამომდინარე რომ ჩვენ შვილებს და ჩვენ ოჯახის წევრებს და ჩვენ მშობლებს ეხება ასევე ხო ყველა თითოეულ ჩვენგანს გვეხება ხო ეს უბედურება ნამდვილად ამიტომ გულშემატკივრობთ და როდესაც ხედავთ ნაკლოვანებებს რბილად რო ვთქვათ ესეც ეხლა როგორ შეიძლება ამაზე ხმის არ ამოგება ბატონმა ცეცხლზე ჩემზე კარგად იცის რომ უმძიმესი პერიოდი გველოდება წინ უმძიმესი პერიოდი გველოდება წინ და ბატონი ცეცხლზე ჩემზე კარგად ხედავს ხელისუფლების ნაკლოვანებებს ჩემზე ბევრად კარგად ხედავს ხელისუფლების ნაკლოვანებებს და ძალიან სწორად იქცევა რომ ბატონი ცეცხლზე ამაზე არ საუბრობს რა წარმოიდგინეთ ბატონი ცეცხლზე რომ გამოვიდეს და ჩამოთვალოს ის ნაკლოვანებები და ის ხარვეზები რომელსაც იქ თავად ხედავს ხელისუფლების მხრიდან ხო გაუსწრა გული უმრავლეს საქართველოს მოსახლეობას შიშით სწორად აკეთებს მაგრამ უკვე გრძნობთ ბატონი ცეცხლზე საუბრიდანაც აღარ არის ის აპლომბი, აღარ არის ის იმდენი იმხელა და იმ მასშტაბის იმედი, რომელსაც იგი იძლეოდა, მაგრამ სწორად იქცევა და მადლობა მას და მადლობა ყველა პერსონალის თანამშრომელს, რომელიც მედპერსონალს და სამედიცინო სისტემის თანამშრომელს, რომელიც მართლაც იბრძვის ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი სიცოცხლისთვის, მაგრამ ის რომ ისინი ასეთ რიტორიკას არჩევენ, ვახო, ტელეეთერების დროს, ეს არის მისასალმებელი, მაგრამ როდესაც ვითარება საგანგაშო ხასიათს იღებს, ისეც არ უნდა ვქნათ, რომ შავით თეთრზე საუბრის ასე ვთქვათ მანერში. კი ბატონო, და ძალიან დიდი მადლობა. ბატონო ნიკა, ერთ რაღაცაში ნამდვილად დაგეთანხმებით, რომ მხარდაჭერა აუცილებელია, იმიტომ რომ ყველას ეხება ეს თითოეულ ჩვენგანს და ამასთანავე ვიტყვი იმასაც, რომ κρიტიკა ეს სულაც არ ნიშნავს მტრობას, უფრო პირიქით ეს არის შეცდომებზე მითითება. მადლობა. არის, აი როგორ შეიძლება კრიტიკა კრიტიკა არის უმნიშვნელოვანესი, რომ გამოვაფხიზლოთ, ხო? კრიტიკა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აი ჩათვალეთ პირბადეზე და სტრაპ ტესტზეც მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი კრიტიკა განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან. ოპოზიცია რასაც შეგვიძლია ვაკეთებთ. ეხლა საერთო წერილი გავაგზავნეთ ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორ სახელმწიფოში და ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციაში და პრაქტიკულად კი არა ღიად, რეალურად ხარი დაუჭირეთ ხელისუფლებას და ამ წერილში ვთქვით, რომ სასწრაფოდ და აუცილებელი არის გამოყოფა შესაბამისი თანხისა საქართველოსთვის, ხო, ვინაიდან ეს გასაჭირი ეხება ყველას. კი ბატონო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ნიკა მელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი.